მეგობარი აქტი კანონის სახეს ვერ მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ აქტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მის განხილვას რესპუბლიკელი სენატორი მარკ ვეინ მალინი ბლოკავს. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ხდომაზე გახდა ცნობილი, სადაც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იყო საუბარი და სადაც დისკუსიისთვის მოწმის სტატუსით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოსმენა გაიმართა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, აქტის მიღება, რომელსაც მეგობრულთან კავშირი არ აქვს, ხელს ვერ შეუწყობს ხელისუფლების სურვილს აღდგეს ამერიკასთან თანამშრომლობა. ოპოზიციაში კი მაინც იმედოვნებენ, რომ ამერიკის სენატი დოკუმენტს უახლოეს მომავალში მიიღებს. ფაქტია, რომ საქართველოს საკითხი დღის წესრიგში იყო, არის და დარწმუნებული ვარ იქნება და დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ ამერიკელი ხალხისგან ქართულ ხალხს ექნება ურყევი ძლიერი მხარდაჭერა. დანარჩენი ყველა ერთად დაველოდოთ, ფაქტია, რომ ამერიკელი ხალხი ქართულ ხალხს არ მიატოვებს დიქტატურასთან ერთ-ერთს. თავარი არის, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ქართულ ხალხს საქართველოს სახელმწიფოს ევროინტეგრაციის გზაზე, ევროატლანტიკურ გზაზე. ფაქტია, რომ ჩვენ მოვისმინეთ არაერთი კრიტიკული განცხადება, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის პირობებში საქართველოს გადაუხვია დემოკრატიულ კურსს. ჩვენს პარტიაში სანდრო რაქვიაშვილს დიდი ხანია ქონდა პოზიცია ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით, რომ ეს აქტი არ იქნებოდა მიღებული. ფაქტია, რომ ეს პროგნოზი ახდა რაღაცნაირად. დიდად არც გულშემატკივრობდით ჩვენ ამ აქტის მიღებას, იმიტომ რომ მიგვაჩნდა, რომ ეს ამე განსაკუთრებულს ჩვენს ქვეყანაში უკეთესობისკენ არ შეცვლიდა. დიდი ტრაგედია უდგათ ახლა რადიკალებს იმ თვალსაზრისით, რომ ის აქტი, რომელსაც ცინიკურად მეგობარი აქტი დაარქვეს, სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყნის და ხალხისადმი მტრული განწყობის აქტია, ეს ჩავარდა ის მისი განხილვა აღარ ხდება ის დამბიჯები, რომელსაც კიდევ ერთხელ აი ამ აქტის მეშვეობით დგავდნენ ქართული ხალხის წინააღმდეგ, უკიდურესად არამეგობრულ ნაბიჯებად იყო შეფასებული ჩვენი მხრიდან და ბუნებრივია კარგია თუ კი ასეთი მტრული აქტის შემდგომი განხილვა ჩავარდა. ჩვენ შეერთებულ შტატებთან პირიქით ურთიერთობების ახალი ფურცლით დაწყებას ველოდებით, ახალი ნიშნულით, ზამკვლევით, ბუნებრივია ასეთი მტრული აქტები ასეთ ურთიერთობას გაღრმავებას ნამდვილად ხელს არ შეუწყობდა. იმდენად დაზიანდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმდენად დააზიანა Deep State-მა ეს ურთიერთობები, რომ ასე მარტივად და სწრაფად ვერ გამოსწორდებოდა, მაგრამ დადებითი არის ის, რომ ამ დაზიანების შემდგომი გაგრძელება თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაფერხა. თქვენ იცით, რომ არ ელოდებოდა არავინ, მაგრამ აგრემანი მისცეს ჩვენებს და ის ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დადგენილ ვადებში დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი ჩამოვა. შეუძლებელია ასე არალოგიკური ურთიერთობები დიდხანს გაგრძელდეს და ამის ლოგიკური დასასრული იქნება სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა.